სქემის ცვლილების შემდეგ გასულ წელს 6 თვის მანძილზე ქართულ კომპანიებს ჯამში 3 მილიონამდე ჯარიმა დაეკისრა. ხშირად კომპანიები ჯარიმდებიან საპენსიო ანგარიშზე არასაკმარისი ბალანსის გამო, ან მისი დაგვიანებით წარდგენისთვის. ჯარიმა პირველ შემთხვევაში არის 500 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 1000 ლარი. და ასე შემდეგ თვეებში. ამას ემატება საურავები თითოეულ გადაცილებულ დღეზე და ეს ყველაფერი სრულდება გადაუხდელი საპენსიოების დაფარვით, ანუ ჯარიმა მაინც არ აბათილებს ვალდებულებას. როგორ ავიცილოთ ჯარიმები? რჩევა იქნება, რომ საპენსიო ანგარიშზე ბალანსი ყოველთვის მეტობით გქონდეთ, ვიდრე დეკლარაციაში ასახული გადასახდელი თანხა. ნუ დაელოდებით 15 დღეს, მაგალითად ყოველი თვის 10 რიცხვამდე ბუღალტერმა უნდა მოამზადოს საპენსიო თანხის წინასწარი დათვლა. ამ თანხას დაამატოს ზემოდან პლუს 10-15% როგორც რეზერვი და მიღებული თანხა წინასწარ ჩარიცხოს არა 15-ში, არამედ წინა დღეებში საპენსიო ანგარიშზე. გადარიცხვის შემდეგ კი ამოწმებთ, რომ საპენსიო ანგარიშზე რჩებოდეს დადებითი დაშთი, სანამ დეკლარაციას გააგზავნით. საბოლოოდ მიიღებთ მოწესრიგებულ პროცედურებს, დაუჯარიმებულ კომპანიას, თავდაჯერებულ ბუღალტერს და ბედნიერ საპენსიო სააგენტოს. გისურვებთ წარმატებას. თუ მოგეწონათ ვიდეო, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მადლობა ყურადღებისთვის.